მოგესალმებით აპოლინოს სამყაროში. დღეს მინდა ძალიან გემრიელი გოზინაყი მოვამზადო. გოზინაყი ქართული სუფრის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია. გოზინაყი ტრადიციულად ახალი წლის შესახვედრად მზადდება. მოვამზადე გოზინაყი ტრადიციულად და მივეცი სხვადასხვა სახე. ისე როგორც პატარა ბურთები და აგრეთვე პატარა ნამცხრები ტარტალეტკის ცომით. იგივე ტარტი და პირველ რიგში მოვამზადებ მე ტარტალეტკების ცომს. ამისათვის გამოვიყენებ 300 გრამ ქვილს, 200 გრამ ძალიან ცივ კარაქს, 100 გრამი შაქარი და 1 ძალი კვერცხის გული. ქვილს მოვათავსებ თაში, ტარტის ცომი შეგიძლიათ ხელით მოზილოთ. დავუმატებ შაქარს, დავუმატებ ცივ კარაქს და ბოლოს კვერცხის გულს. ძალიან უხდება ლიმონის ცედრა. დავიწყებ ცომის მოზილვას და თუ იმ შემთხვევაში არის მშრალი, დავუმატებ 1 სუფრის კოვსი არაჟამით. შეგიძლიათ რძეც დავუმატოთ. ჯერ ცომი უნდა გავაფხვიეროთ. როდესაც მივიღე ერთიანი მასა, გადმოვიტანე შემდეგ ცომი ჩემს სამუშაო დაფაზე და დავამუშავე კიდევ ერთხელ. უნდა იმოქმედოთ სწრაფად, რომ კარაქი არ გადმეს. მოვათავსე სამზარეულოს პარკში, გადავახვიე კარგად და შევინახე მაცივარში დაახლოებით 2 საათი. სანამ ცომი ისვენოს, მოვამზადებ ტარტის ტარტალეტკების ფორმას, რასაც წაოსმევ კარაქს და მოვაყრი ფქვილს, რომ ჩვენი ცომი ზედ არ მიეწებოს. ტარტალეტკების ცომი თითქოს ინახება საყინულეში. ფქვილი მოვაყარეთ ყველგან და გადაანაწილეთ თანაბრად. დაახლოებით 2 საათის შემდეგ ცომი გამოვიდგი გარეთ. დავამუშავე კიდევ ერთხელ ხელით და მინდა გითხრათ, რომ არის საკმაოდ მაგარი. მოიყვანეთ ოთახის ტემპერატურაზე და გააბრტყელეთ. გასაბრტყელებლად შეგიძლიათ გამოსაცხობი ქაღალდი გამოიყენოთ. ან გასაბრტყელებლად გამოიყენოთ უბრალოდ ფქვილი. იმოქმედეთ სწრაფად, სანამ კარაქი გადნება. გავაბრტყელეთ ჩემს სასურველ ზომაზე და ამოვჭერი ესეთი რგოლით. რგოლი იყო ტარტალეტკების ფორმაზე ოდნავ დიდი. მოვაცილე ძალიან ერთხელად გამოსაცხობ ქაღალდს და გადავიტანე ტარტის ფორმაში. გავასწორე კიდევ ერთხელ ხელით, რომ კედლებზე კარგად მიეწებოს. და ზედმეტი ცომი მოვჭერი. ტარტალეტკები შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, ბეზეთიც მორთოთ. მე მქონდა ესეთი ტარტალეტკების ფორმა, თქვენ კი გამოიყენეთ ისეთი, როგორიც გააქვთ. ტარტს დავჩხვლიდავ შემდეგ ჩანგლის მეშვეობით
და გამოვაცხობ წინასწარ გახურებულ ღუმელში 190 გრადუსზე დაახლოებით 5-10 წუთი. ყველა ღუმელი ინდივიდუალურია, შეამოწმეთ. ახლა კი გადავალ გოზინაყის მომზადებაზე, რისთვისაც მჭირდება 1 კილოგრამი ნიგოზი. ნიგოზს შეგიძლიათ კანით გააცალოთ და 500 გრამი თაფლი. მე მქონდა აკაციის თაფლი. უმჯობესია თუ გამოიყენებთ ღია ფერის თაფლს. ნიგოზი დავჭერიმე წვრილად. თქვენ კი შეგიძლიათ თქვენ სასურველო ზომაზე დაჭრათ. მოვათავსე შემდეგ დაჭრილი ნიგოზი, რა თქმა უნდა, მეორე თასში და როგორც ხედავთ, ესეც ზომაზე დავჭერიმე ნიგოზი. ძალიან მსხვილად ნოდაჭრით. კონდეს საშუალო ზომა. ნიგოზი გადავიტანე შემდეგ ტაფაში და მოვხალე. მოხალულ ნიგოზს აქვს სულ სხვა არომატი. თანურია გამოდმებით, რომ არ დაიწვას. ახლა კი გადავალ თაფლის მომზადებაზე, რისთვისაც გჭირდებათ სქელძირიანი ქვაბი. მე გამოვიყენე ჩემი ძველი ქვაბი, სადაც მოვათავსე თაფლი და დავდგე ძალიან დაბალ ტემპერატურაზე. როდესაც თაფლი შეცხელდება, გადადგით გვერდზე და შეაგრიელეთ. ანურიეთ გამუდმებით და ეს პროცესი გაიმეორეთ 3-4 ჯერ. შეაგრიელეთ თაფლი, შემდეგ ისევ შეატბეთ. ადუღებული თაფლი მის საუკეთესო თვისებებს კარგავს და ხდება არაჯანსაღი. ამიტომ თაფლის კარამელიზება უნდა მოხდეს დაბალ ტემპერატურაზე. ჩვენს გოზინახს რომ გქონდეს სულ ცოტა სიმაგრე, დაუმატე 2 სუფრის კოვზი შაქარი. ურიეთ ან გამუდმებით და რა თქმა უნდა, დაბალ ტემპერატურაზე. როდესაც თაფლი დაიწყებს კარამელიზებას და ოდნავ ფერს შეიცვლეს, დაუმატეთ უკვე ნიგოზი. თან ურიეთ გამუდმებით. თავიდან რჩება ისეთი წარმოდგენა, თითქოს და გოზინაყი არის მშრალი. მაგრამ მორევის პროცესში მიხვდებით, რომ თაფლი არის სრულიად საკმარისი ნიგოზისთვის. აუწიეთ სულ ცოტა ტემპერატურას და ურიეთ კიდევ ცოტა ხნით. გააჩერეთ სულ ცოტა ხნით კიდევ ცეცხლზე და გადაიტანეთ წინასწარ მომზადებულ თაფაზე. მე გამოვიყენე გამოსაცხობი ქაღალდი, რომელსაც მოვასხურე წყალი. თქვენ შეგიძლიათ თქვენი ხის თაფას მოასხუროთ წყალი და გოზინაყი გადავიტანე შემდეგ გამოსაცხობ ქაღალდზე. და ხელის დახმარებით გადავანაწილე გვერდებში. ეს პროცესი ხდება საგლინოლას მეშვეობით, მაგრამ თუ თქვენ ხელთათმანი გაქვთ, მომზადების ეს პროცესი უფრო მარტივია. ხელი დაიცველოთ ხშირად წყალში. თუ საგლინოლად გააბრტყელებთ, საგლინოლა დაასველეთ ხშირად. და გააბრტყელეთ ესე გოზინაყი, მიეცით სასურველი ზომა და სისქე. შემოუსწორე გვერდებით. მე მქონდა მრგვალი ხის თაფა, ამიტომ ჩემს გოზინახს მივეცი მრგვალი ფორმა. ხოლო მორჩენილი გოზინაყი გადავიტანე ტარტალეტკების ფორმაში, რომელიც უკვე იყო გამომცხვარი. გადავანაწილე თანაბრად და თუ რამდენ გოზინახს მოათავსებთ, ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. აი როგორც ხედავთ, ესეთი პატარა დესერტი მივიღეთ შემდეგ.
რომელიც არ არის ძალიან ტკბილი, რადგან ტარტი სითბოს ანეიტრალებს. კუზინაყისგან გავაკეთე კიდევ პატარა ბურთები. მივეცი მრგვალი ფორმა, რა თქმა უნდა, და მოვათავსე ისეთ პატარა ლამაზ ქაღალდებში. შეგიძლიათ შემდეგ შოკოლადშიც ამოავლოთ. ჩემი კუზინაყი უკვე შეგრილდა და გახდა სტაბილური. დანა, რომელთაც დავჭრი კუზინაყს, დავასველე წინასწარ წყალში. ასე ბევრად უფრო მარტივია კუზინაყის დაჭრა. კუზინაყს დავჭრი შესაბამისად. მივცემ რომბის ფორმას და დანას დავასველებ დრო და დრო. ხლაკი გადავიტან კუზინაყს თეფშზე და დავალაგებ ესეთი ფორმით. როგორც ხედავთ, ესე მარტივად მოვამზადე კუზინაყი, რომელიც არის ძალიან გემრიელი, ძალიან ტრადიციული და ძალიან ლამაზიც. მე კი მოგილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელიწადს. ეს წელი ყოფილიყოს ბედნიერების, სიხარულის და ოცნებების ასრულების წელი. გისურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს, ძალიან დიდხანს სიცოცხლეს. მე კი გეტყოდით, რომ ასეთ კვილად დამიბერდით ჩემი კუზინაყივით. და ეს არის ამ წლის ბოლო ვიდეო. ჩვენ შევხვდებით კიდევ მომავალ წელს იმ ვიდეოებითაც, რომლის დადებაც სამწუხაროდ ვერ მოვასწარი. რეცეპტს დაგიტოვებთ როგორც ყოველთვის დაბლა ინფობოქსში.